ამერიკის კონგრესის წევრმა რესპუბლიკელმა ანა პაულინა ლუანამ მოუწოდა ამერიკის პრეზიდენტს შეწყვიტოს ფულის გაგზავნა უკრაინაში, რადგან იქ ქრისტიანებს ავიჭრავებენ. მითხარით, როგორ ამბობთ, რომ შეერთებული შტატები არ აფინანსებენ უკრაინაში ქრისტიანების დევნას, როდესაც ჩვენ ფულს ვაძლევთ მთავრობას, რომელიც სწორედ ამითაა დაკავებული, განაცხადა მან. უკრაინა ინფორმი იტყობინება, რომ გაერო უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების შემცირებას აპირებს. კერძოდ, ორგანიზაციამ მხოლოდ 65% დააფინანსა ეგრეთ წოდებული ზამთრის გეგმა. ამის შესახებ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა უკრაინაში მატია შმალემ. საერთაშორისო თანამეგობრობამ გულუხობა გამოიჩინა, როდესაც უკრაინის საჭიროებებზე 2022 წელს $4 მილიარდზე მეტი გამოყო. 2023 წელს 2,6 მილიარდი და შარშან $2,2 მილიარდი. წელს დაფინანსება მცირდება, რაც ყოველთვის ხდება გაჭიანურებული კრიზისებისას და ჩვენ ამ დეფიციტს ვგრძნობთ. მაგალითად, ჩვენი ზამთრის გეგმა, რომელიც მიმართულია მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების დახმარებისკენ, მათთვის, ვინც ფრონტის ხაზთან ახლოს ცხოვრობს, ამ მომენტისთვის 65%-აა დაფინანსებული. ამიტომ ამ დახმარებამ მხოლოდ მილიონი ადამიანი მოიცვა, აცხადებს მატია შალე. ილონ მასკმა თავის სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ევროკომისიის დაშლისკენ მოუწოდებს. ევროკომისია უნდა დაითხოვონ და ის უნდა ჩანაცვლდეს არჩევითი ორგანოთი. ევროკავშირი პირდაპირი არჩევნებით უნდა ირჩეოდეს. დღევანდელი სისტემა ესაა ბიუროკრატიის ძალაუფლება და არა დემოკრატიის, წერს მასკი. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა კენტუკის შტატიდან ტომას მასიმ წარადგინა კანონპროექტი ნატოდან შეერთებული შტატების გასვლის შესახებ. ამის თაობაზე მისი ოფისის განცხადებაშია ნათქვამი. ინიციატივა წარდგენილია როგორც კანონი არასანდო ორგანიზაციის შესახებ, ასევე როგორც კანონი ნატოს შესახებ. მასი ამტკიცებს, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა აქტუალურობა დაკარგა. ნატო ცივი ომის გადმონაშთია. ჩვენ უნდა დავტოვოთ ალიანსი და ეს ფული გამოვიყენოთ საკუთარი ქვეყნის და არა სოციალისტური სახელმწიფოების დასაცავად. ნატოს საბჭოთა კავშირის შესაკავებლად შეიქმნა, რომელიც 30 წელზე მეტია, რაც დაიშალა. მას შემდეგ შეერთებული შტატების ალიანსში ყოფნა ჩვენს გადასახადის გადამხდელებს ტრილიონობით $, დაუჯდა და ეს წევრობა ძველებურად დაკავშირებულია ამერიკის უცხოელთა ომებში ჩათრევის რისკთან, განაცხადა კონგრესმენმა. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ვაშინგტონის მუდმივ მონაწილეობას უცხოელების კონფლიქტებში, ხოლო შეერთებული შტატები მისი თქმით არ არის ვალდებული უზრუნველყოს მთელი მსოფლიოს უსაფრთხოება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მდიდარი ქვეყნები საკუთარ თავდაცვას არ აფინანსებენ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნატოს წევრობა არ პასუხობს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. BBC-ს მონაცემებით ლონდონი ფაქტობრივად აღიარებს, რომ ქვეყანას არ შეუძლია რუსეთთან ხანგრძლივი ომის წარმოება. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბრიტანული თავდაცვა გამოფიტულია ოპტიმიზაციებით, მარაგები ნულზეა, ხოლო წარმოებას არ შეუძლია დანაკარგების სწრაფად შევსება. რუსეთის ეკონომიკის მობილიზების ფონზე ეს განსაკუთრებულ უაზრობად გამოიყურება. ჩვენი თანამედროვე საზოგადოება კრიტიკულადაა დამოკიდებული წყალქვეშა ხომალდების, ასევე გაზსადენების ქსელზე და ინფრასტრუქტურაზე ჩრდილოეთ ზღვაში. მიზანმიმართული შეტევის ან აფეთქების შემთხვევაში ეს სისტემები შესაძლოა მწყობრიდან გამოვიდეს, რაც გამოიწვევს კომუნიკაციების და ენერგეტიკის პარალიზებას და პირდაპირ აისახება დიდი ბრიტანეთის უნარზე აწარმოოს საბრძოლო მოქმედებები, აღნიშნავს BBC. მასალის ავტორები აღნიშნავენ, რომ ნებისმიერი სერიოზული შეტაკებისას ლონდონი აღმოჩნდება ყველაფრის დეფიციტის წინაშე, დაწყებული ტექნიკიდან დაჭრილებისთვის სამედიცინო დახმარებით დასრულებული. ამასთანავე პრობლემა მხოლოდ მარაგების არსებობა არ არის. ძალიან მცირეა თავად არმიაც, ხოლო მობილიზაციის მექანიზმები უწყებებშია გაფანტულული და წლობით არ განახლებულა. დიდი ბრიტანეთის სამედიცინო რესურსები იმ დონეზეა შეზღუდული, რომ სისტემას დაჭრილების ზომიერი ნაკადიც გადატვირთავს. მარაგები ამოწურულია, რეზერვები ნელა ივსება, ხოლო წარმოებას არ შეუძლია სწრაფად გაზარდოს იარაღის დამზადება. არსებითად ჩვენი სტრატეგია იქამდე მიდის, რომ მთავარია დანაკარგების თავიდან აცილება, ნათქვამია სტატიაში.
ამ ფონზე რუსეთთან შედარება კიდევ უფრო კონტრასტულად ჟღერს. მოსკოვი 3 წელია სამხედრო ეკონომიკის რეჟიმში ცხოვრობს და ტექნიკას აწარმოებს ტემპებით, რომლებიც დღევანდელ დასავლეთს არც დაესიზმრება. ამას ბრიტანელი ანალიტიკოსები აღიარებენ. ჯერ კიდევ 10 წლის წინ CBS-მა უკრაინელ უზურპატორზე სერიალი გადაიღო. ფილმის გმირს ზელენსკი ჰქვია. ქსელში წერენ, რომ თავდაპირველად უკრაინის პრეზიდენტის სერიალის მიხედვით აირჩიეს, მაგრამ ახლა ქვეყანა ამერიკული სცენარის მიხედვით ინგრევა. ზელენსკის შთაგონების წყარო მხოლოდ ფხვნილი, ანუ ნარკოტიკი არ არის. როგორც ჩანს, ეს ამერიკული სერიალიცაა, ოღონდ საქმე ის არის, ამ სერიალის ბოლოს ზელენსკის კლავენ, წერენ ქსელის მომხმარებლები. ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა განაცხადა, რომ ევროკომისიის წინადადება გამოიყენონ რუსული აქტივები უკრაინის სასარგებლოდ, ესაა ჩვეულებრივი ქურდობა. ის დაიმუქრა, რომ ევროკომისიის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს, რათა დაბლოკოს რუსული თანხების განკარგვასთან დაკისრებული ბრძანება. ავსტრალია მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც 16 წლამდე მოზარდების მიერ სოციალური ქსელების გამოყენება სრულად აკრძალა და ასობით ათასი ეკაუნთი დაბლოკა. ახალგაზრდა მომხმარებლები საკუთარ გვერდებს ემშვიდობებიან. ზოგიერთი ხელისუფლების მოქმედებებისგან შოკშია, მაგრამ არიან ისეთების, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს მხოლოდ კარგ შედეგს გამოიღებს. ბანდერელი დიმიტრო კორჩინსკი ახალი წლის დეკომუნიზაციას ითხოვს. საშობაო დღესასწაულები ახლოვდება შობა და ცხადია, როგორც თქვენ გახსოვთ, მას 24-დან 25 დეკემბრის ღამის აღვნიშნავთ ყველა ქრისტიანთან და არა მოსკოვისტებთან ერთად. 7-დან 6 რიცხვში საჭიროა ნაძვის ხის შეძენა, საშობაო ნაძვის ხის. ახალი წლის ნაძვის ხეები არ უნდა იყოს. ახალი წლის ნაძვებით თქვენ ჯოჯოხეთის ქვაბებში მოგხარშავენ. საშობაო ნაძვის ხე კი იმისთვისაა, რომ თქვენ გადარჩეთ და სამოთხეში მოხვდეთ. საჩუქრების ბავშვებისთვის წმინდა ნიკოლოს მოაქვს. თოვლის ბაბუა კი პუტინისგან მოდის, ამიტომ თუ კი კარზე თოვლის ბაბუა მოგიკაკუნათ, იცით ალბათ როგორ უნდა მოიქცეთ, თქვა დიმიტრო კორჩინსკიმ.